მოგესალმებით, თბილისის დროით ზუსტად 7 საათია, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ და ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. პრეზიდენტის ჰუმანური აქტი და 226 შეწყალებული პირი. მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ჰუმანური აქტი შეეხო ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ იმ მსჯავრდებულებსაც, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებასაც გულისხმობს. პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნას ღიად აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი, სახელმწიფო გუნდი კი ოპონენტების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს, რომლებმაც ახალგაზრდების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და შემდეგ მიატოვეს. ქართულ ოცნებაში ხაზგასმით განმარტავენ, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო შეუწყნარებელი იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მიმართ, მეორე მხრივ კი დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში ჰუმანური ნაბიჯები გადაითქმება. ჰუმანიზმისა და სახელმწიფო ინტერესების პრინციპით პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. მათ შორის შეწყალება 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს შეეხო, ხოლო 3 მოქალაქეს ნასამართლეობა მოიხსნა. უკვე ყოფილმა მსჯავრდებულებმა სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება გუშინ გვიან ღამით დატოვეს. პატიმრობიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ემოციური და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა აღმოჩნდა. ვერ გადმოცემ ისეთი ემოციებია. კიდე უნდა ყოფილიყავი დიდი ხანი. 1 წელი და 3 თვე. კიდე. საკანში ვიყავი და დაგვიძახეს. და მოულოდნელი. დიახ, მოულოდნელი. დიდი მადლობა პრეზიდენტს. მადლობის მეტი რამე თქვის. ჰუმანური აქტი იმ დონის, იმ დოზის, რომ აი სიტყვები არ ამყოფნის. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირებს შორის არიან ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებიც. ჰუმანური აქტი 9 მათგანს შეეხო. ყველას, ვინც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას გულისხმობს. მათ შორის საპატიმრო დატოვა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულმა დავით ხომერიკმა, პარლამენტის ჭიშკრის დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულმა სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა და თორნიკე მჭედრნიშვილმა. პრეზიდენტმა შეიწყალა გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც, რომელთაც გამოძიება რუსთაველის გამზირზე 112 სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავებოდა. ჰუმანური აქტი ასევე შეეხო საბა ჯიქიას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმისთვის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მეგობრებო. დიახ, მე გარეთქვა. შეწყალებული მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარება კრიტიკის მიზეზი გახდა ოპოზიციის ნაწილისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციების დროს დაკავებულ ჯერ კიდევ საპატიმროში მყოფებს მიმართა, რომ მონანიება და შეწყალება ხელისუფლების პოლიტიკის ხელშეწყობაა. მოგვიანებით დაწერილი სტატუსის განმარტებისას გვითხრა, რომ ეს შეწყალებულების არჩევანია. ნაციონალურ მოძრაობაში კოლეგა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით ღიად არ ამბობენ, ითანხმებიან თუ არა შეწყალების თხოვნას. ყოფილი მსჯავრდებული ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ თავისუფლება კარგია. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველას თავისუფლება მიხარია ძალიან. დანარჩენზე მე არ ვაპირებ არავის განრჩევას და არანაირ სხვა კომენტარს. თავისუფლება კარგია. არანაირი მოწოდება არ არის, ეს არის მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხი. უნდა მიმართონ თუ არა პრეზიდენტს თქვენი შეფასება. მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხია. მე არავის არ ურჩევ საკუთარი თავისუფლების აღკვეთას, იმიტომ რომ ეს იქნება უზრდელობა ჩემი მხრიდან. ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით მორალური მსაჯულები, ამიტომაც მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მიხარია მათი გათავისუფლება. მე ხო გითხარით პასუხი რამდენჯერ უნდა გიპასუხოთ. არა, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა, თუნდაც აი ადრე გიპასუხეთ უკვე. ოპოზიციის ნაწილის მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული შეწყალებული პირების კრიტიკა არ უკვირთ სახელმწიფო გუნდში. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, გაწირეს, შემდეგ მიატოვეს. ახლა კი, როდესაც ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მათი კრიტიკა გადაწყვიტეს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო შეუწყნარებელი იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, თუმცა როდესაც სახეზე იქნება დანაშაული აღიარება და მონანიება, ჰუმანური ნაბიჯები გადაითქმება.
ძალიან სასიხარულოა ზოგადად რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საღად აზროვნებს და პატივს ცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, კარგად იაზრებს თუ რა დანაშაული აქვთ ჯადენილი და შესაბამისად ითხოვენ შეწყალებას, პასუხმაც არ დააყოვნა. რა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა არის, რომელიც იაზრებს თუ რა ჩაიდინეს და მათ სურთ რომ გადადგან ანალოგიური ნაბიჯი მოინანიონ და შესაბამისად დატოვონ სასჯელოსრულების დაწესებულება, თუმცა ბულინგის ქვეშ იმყოფებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს ამ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოიყენეს სამწუხაროდ პირდაპირ მნიშვნელობით ამ აქციების დროს. ხომ გვახსოვს კოლექტიური ნაცმოძრაობა როგორ ამუნათებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალიკოთაც აღანებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჯადენის გამო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს არ იღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი და შესაბამისად დაკისრებოდათ ის პასუხისმგებლობა, რაც კანონით არის გათვალისწინებული. და რატომ? იმიტომ რომ მათ არავე არ აინტერესებთ რეალურად ამ ადამიანების ბედი, რომელიც ზოგი წააქეცეს, ზოგი მოატყუეს. საერთოდ დაივიწყეს ამ ადამიანების არსებობაც გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად, თავიანთი პატრონების დავალების შესასრულებლად ჭირდებოდათ ხოლმე. სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც არის სახელმწიფო დანაშაულის აღიარება, მონანიება საზოგადოებაში ნორმალურ ცივილური ფორმით დაბრუნების და ადაპტაციის სურვილის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ამ ხრივაც ამ დროსაც სახელმწიფო იქნება ჰუმანური ასეთი ადამიანების და პირების მიმართ. გაწირეს ეს ადამიანები და ახლა როდესაც ხედავენ, რომ ეს ადამიანები თავისუფლებაზე გამოდიან და მათ აღარ აქვთ აი ეს ეგრეთ წოდებული ეს ვაჭრობის თუ ხელისუფლებაზე კრიტიკის საფუძველი ამ ხრივ, რა თქმა უნდა, მათ არ უხარიათ ეს. ერთადერთი მიზანია მხოლოდ, რომ ეს ადამიანები გამოიყენონ პაიკებად საკუთარი პოლიტიკური თამაშისთვის. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა უკვე მეათე შეწყარნების აქტი გამოსცა. როგორ უყურებენ ევროპელები ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საკუთარ მომავალს? ევროპარლამენტმა ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარებული ევრობარომეტრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის მოსახლეობაში პესიმისტური განწყობები იზრდება. ევროპელთა 58% მსოფლიოს მომავალს პესიმისტურად უყურებს, 44%-ის მთავარი განცდა კი გაურკვევლობა. გამოკითხულთა 29% მომდევნო წლებში ცხოვრების დონის გაუარესებას ელოდება. ევროკავშირის მოსახლეობაში არსებული განწყობები არ უკვერთ მმართველ გუნდში, სადაც თვლიან, რომ ცალკეული ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ევროპელი ხალხის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ. მომავლის შიში, პესიმიზმი და გაურკვევლობა სწორედ ასეთია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრები ევროპელების განწყობა. ევროპარლამენტმა ევრობარომეტრის კვლევა გამოაქვეყნა. შედეგები ასახავს იმას, თუ როგორ უყურებენ მოქალაქეები მომავალს, ფასებსა და ეკონომიკას, უსაფრთხოებას, ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და პოლიტიკურ პრიორიტეტებს. გამოკითხულთა 58% მსოფლიოს მომავალს პესიმისტურად უყურებს. პესიმიზმი ევროპელებში წინა კვლევასთან შედარებით 6%-აა გაზრდილი. ყველაზე მაღალი პესიმიზმი კი გერმანიაში ფიქსირდება, სადაც მომავალზე უარყოფითად 79% ფიქრობს, 44%-ის მთავარი განცდა გაურკვევლობა. გამოკითხულთა 29% მომდევნო წლებში ცხოვრების დონის გაუარესებას ელოდება. ბოლო წლებში გაიზარდა ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული შეშფოთება, განსაკუთრებით ცხოვრების ხარჯებთან დაკავშირებით. ამასთან მოქალაქეების საერთო განწყობა გაურკვევლობას და იმედს შორის მერყეობს. ევროპელთა უმრავლესობა მსოფლიოს მომავლის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი. ევროპელებს შორის ყველაზე გავრცელებული ემოცია გაურკვევლობაა. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა და ცხოვრების ხარჯები ევროპელებისთვის მზარდ პრობლემად რჩება. როდესაც თავად ევროპელები ფასების ზრდაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების დონის გაუარესებაზე საუბრობენ, თბილისში ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ევროპაში ცხოვრების დონე ყველაზე მაღალნიშნულზეა. ევროპაში ყველგან შეიძლება არსებობდეს პრობლემები, ყველა თაობაში, ყველა აღქმაში, მაგრამ ის, რომ ევროპაში არის ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე, დემოკრატიული უკუსვა, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, ეკონომიკური სტაგნაცია, მიგრაციული კრიზისი, ტერორიზმი, საფრთხე და ეროვნული იდენტობის საკითხები, ევროკავშირში დაგროვილი გამოწვევების ფონზე მმართველი გუნდის შეფასებით, ევროპელების მზარდი გაურკვევლობა შემთხვევითი არ არის და იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები იღებენ და რომლებიც მმართველი გუნდის შეფასებით ეროვნული ინტერესების ნაცვლად კონკრეტული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგის გატარებას ემსახურება. რიგი ხელისუფლებები წამყვან ევროპულ ქვეყნებში არ მოქმედებენ თავიანთი ხალხის და ევროპელი ხალხის დაკვეთით, ისინი მოქმედებენ ეგრეთ წოდებული deep state-ის დაკვეთით. სამი ძირითადი პრობლემა იკვეთება, რაზეც საზოგადოება, ევროპელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, აღშფოთებულია და უფრო აიმაღლებს კლასს. ის, რომ ხელოვნურად რომ გაანადგურონ
ევროკავშირის ეკონომიკა უარი ათქმევინეს იაფ ენერგორესურსებზე. მეორე ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ ხელოვნურად თავს მოახვიეს ულტრამემარცხენე რაღაცა LGBT იდეოლოგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ზოგადად ღირებულებებით ნაწილს. მესამე არის ასევე ძალიან სერიოზული გამოწვევა, ეს არის უკონტროლო ხელოვნური არალეგალური მიგრაცია, რომლითაც წაილეკა ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა. ფაქტია, რომ ის გაურკვევლობა, რაც ახლა არის ევროპულ ქვეყნებში, მათი ხელმძღვანელების, მათი ხელისუფლების, რომელიც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ სუვერენიტეტ და კარგულად გვეცხადებიან და გვევლინებიან და გარემართლობა არის დამყარებული, ხშირად ისეთივე იმ ნაბიჯებს გავენ, რომელიც ესეთლო და ლოგიკურად საკუთარი ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ამ ნაბიჯების გადადგმა უწევს. მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც ზიანი მოუტანა როგორც შიგნით ევროპის პოლიტიკას, სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს დემოგრაფია, ინდუსტრია, ბიზნესი, დასაქმება თუ ასე შემდგომ, ასევე ამ გადაწყვეტილებებმა დააზიანა მათ პარტნიორებთან ურთიერთობები. და მე აქ არ შემიძლია არ დავასახელო საქართველოსთან ურთიერთობები მათ შორის. რამაც საერთო ჯამში გამოიწვია ის, რომ დღეს აი ამ გლობალური ცვლილებების ფონზე ევროპა არის რამდენიმე ცეცხლის თუ თავდასხმის ქვეშ. დასავლეთიდანაც, აღმოსავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც. მიგრაციული ნაკადები, ომები, პოლიტიკური დაპირისპირებები, რადიკალიზმი, ტერორიზმი და ასე შემდგომ. ევროპელების განწყობა და პოლიტიკური შეფასებები ერთ სურათს აჩვენებს, რომ ევროკავშირი არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ამის გავლენას საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაზე თავად ევროპელი მოქალაქეები გრძნობენ. აღნიშნულ ტენდენციებს ასახავს ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფართო მასშტაბიანი კვლევაც, რომელიც ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩატარდა და 26,421 რესპონდენტი მოიცვა. რუსოფობიური განწყობებით ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრაიმ ტაიმი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მათ შორის პირველად მაშინ, როდესაც ომიდან 3 წელიც კი არ იყო გასული. პრაიმ ტაიმი თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, მან კითხვებს თავი აარიდა, თუმცა გამოცემის ცნობით ბაღდავაძემ დაადასტურა, რომ მოსკოვში აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდა ახლობლის გასვენებაში. შეგახსენებთ, რომ თეონა ბაღდავაძე წლების განმავლობაში რუსული კომპანიის PR მენეჯერი იყო. ალბათონი ბაღდავაძეც ფინანსდება კომპანიიდან, რომელიც რუსული კომპანია არის, ყოველ შემთხვევაში მათი PR აქტივობები მან ჩაატარა. ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პრეზენტაციაზეც დაგვიანებით მისულა, რომ ის ბაბლს ეს არ დაენახა, ფული აქვს აღებული, შემდეგ გახდა ცნობილი, რომ რუსეთსაც ხშირად სტუმრობდა ომის შემდეგ. ძალიან ბინძური ქალბატონი არის ზოგადად, რომელიც განაცხადებს, რომ ნაცი არ ვარო და პარალელურად ადის ნაცების ქალების შეკრებაზე, ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანთან და ანჩენ ნაც ქალბატონებთან და შესაბამისად აქ ერთი დასკვნის გამოტანა არის შესაძლებელი, რომ ისინი არიან ყალბები, ზოგადად ეს ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტები, რომ ისინი არიან ფარისევლები და რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს მათთვის მორალურად ეს არ მოუდგენელია. შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თუნდაც მორალურად მიუღებელი ყოფილა, თუმცა ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, ზოგი დაფინანსებულია, ზოგი რაღაცა პრივილეგიებით სარგებლობს. სტიქიის შედეგებს ებრძვიან ბაღდადში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურების სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები. პარალელურად სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენა მიმდინარეობს. ადგილზე ვითარების გასაცნობად ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. უხმანალექმა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლები, გზები, ხიდები და სახნავ სათესი სავარგულები. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უხინალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები და სახნავ სათესი სავარგულები დატბორა. პრობლემები განსაკუთრებით რამდენიმე დასახლებაში შეიქმნა. სტიქიის შედეგად 1300 ოჯახს ბუნებრივი აირი, 700 ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. 48 წელია აქ ცხოვრობდა ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. იყვნენ მოსული და თქვენ რომ ტრაქტორს მოვიყვანთო და ამ წყალს რო კალაპოტი მიცენ, სადაც იყო. დავიცვათ ეს ადგილი, რომ არ წაიღოს წყალმა. კალაპოტი შეიცვალა, სხვა მხარეზე წავიდა და შემოვიდა ფაქტიურად ეზოში. გავედი დავათვალიერე და ცოტა არის უკეთესობა რომ წმინდავენ. იყო მოსული გამგეობაც, თავრობა ყველა და დაგვპირდნენ რომ დაგეხმარებითო. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მობილიზებული მძიმე ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. პარალელურად შესაბამისმა სამსახურებმა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს. მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალსაც ითვლიან.
გუში საღამოდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, გაწმენდილია მეწყრული პროცესების შედეგად ჩაკეტილი გზები, ასევე მუშაობს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების მიმართულებით აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადები. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს. ძირითადად ეს არის დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია ხიდები, კერძო საკუთრებები, სახელმწიფოების სავარგულები, მუნიციპალიტეტის მიერ მყისიერად იქნა ზომები მიღებული, მობილიზებული არის ტექნიკა, უწყვეტ რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში აქამდე მუშაობენ, მიმდინარეობს ზარალის დათვალიერება, შესწავლა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შესაბამისი დავალებები ადგილზე გასცა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. რევაზ სოხაძის თქმით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვითარების ადგილზე გასაცნობად ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატიც იმყოფებოდა. ზვიად ჟალამბერიძის თქმით, დღის ბოლომდე ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება. მინისტრმა და დელეგატმა დაზარალებული ოჯახებიც მოინახულეს. ჩვენ დღეს ჩამოვიარეთ ყველა კრიტიკული ლოკაცია, საგზაო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს გზების გახსნაზე, გზების აღდგენით სამუშაოებზე, ასევე მუნიციპალიტეტი არის აქტიურად ჩართული საქმიანობაში. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც აწარმოებდა ბაღდათში წყლისა და წყალარინების ქსელის მოწესრიგებას, მისი კონტრაქტორი კომპანიაც აქტიურად არის გაწმენდით სამუშაოებში ჩართული და ჩვენ უახლოეს დღეებში სრულად მოვაგვარებთ ძირითად პრობლემებს და შემდგომ ეტაპობრივად დაიწყება უკვე სტიქიის ლიკვიდაციის, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში და დღეს დილიდან შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული როგორც თვითონ მუნიციპალიტეტის, ისე რაც შესაძლებელი იყო მხარეში, რომ მოძიებული იყო ტექნიკა და ჩაგვერთო, რომ დროულად მოხდეს ლიკვიდაცია შედეგების, ყველგან ჩართულია ყველა, ასე ვთქვათ, ობიექტზე და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად და მალე აღმოფხვრათ ის შედეგები, რაც მოიტანა წუხანდილმა ნალექმა. ზარალის დათვლა სრულად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. საქართველოს რეგიონული ავიაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მესტიისა და თელავის აეროპორტებში თანამედროვე სამგზავრო ტერმინალები აშენდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი ტერმინალები გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურებას, ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და რეგიონში შიდა მობილობის გაზრდას. პროექტების ჯამური ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია, მშენებლობები კი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. დეტალებით ნინო სალუქვაძე. თელავი და მესტია საქართველოს ორი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი მალე მგზავრებს სრულიად ახალი ევროპული სტანდარტების ტერმინალებით უმასპინძლებს. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები ოფიციალურად გამოცხადდა. ორივე რეგიონში აეროპორტების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, რისთვისაც 28 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მაღალმთიან სვანეთში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მუქმედი ტერმინალი გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში არსებულ მოთხოვნას ვეღარ პასუხობს, ამიტომ მისი გაფართოება მნიშვნელოვანია. ახალი სივრცე წელიწადში 50,000-მდე მგზავრს უმასპინძლებს. თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კი რეგიონში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ემსახურება. ახალი ფუნქციური ტერმინალის დიზაინი ცნობილ ბიუროს ხმალაძე არქიტექტორებს ეკუთვნის. თელავის ობიექტიც წელიწადში 50,000 მგზავრზე იქნება გათვლილი. მესტიის აეროპორტის ტერმინალი 2010 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. დღეს მდგომარეობით ტურისტული ნაკადები გაზრდილი არის, მგზავრთნაკადი გაზრდილი არის მესტიის მიმართულებით, რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ მეტი კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესტიის აეროპორტს ახალი თანამედროვე დიზაინის უფრო დიდი ფართობის ტერმინალი გქონდეს, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონის განვითარებაზე, როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით. რაც შეეხება თელავის აეროპორტს, წლების განმავლობაში თელავის აეროპორტი იყო უფუნქციო. ჩვენ ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობით ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს ვძენთ თელავის აეროპორტს, რომელიც თავის მხრივ შეუწყობს ხელს ქვეყნის შიგნით მობილობას. მასშტაბური პროექტები შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და რეგიონებს შორის მობილობის გაზრდას ემსახურება. მესტიისა და თელავის განახლებული აეროპორტები ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას. საერთაშორისო მოგზაურებისთვის რეგიონებს ბევრად მიმზიდველს გახდის. გარდა ამისა, სვანეთში ზამთრის პერიოდში დიდ თოვლობის გამო სახმელეთო გზები ხშირად იკეტება. გამართული საჰაერო მიმოსვლა კი მესტიას 4-ვე სეზონზე ხელმისაწვდომს გახდის. კახეთში კი
რეგულარული ფრენები ხელშეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას არასეზონურ თვეებშიც. ტურისტულ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა უცხოელ სტუმრებს კონტრასტული ტურები შესთავაზონ. ორი აეროპორტი სამგზავრო ტერმინალებით ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, ახალი ინფრასტრუქტურა, ზოგადად ახალი ინფრასტრუქტურა ყოველთვის იზიდავს დაინტერესებულ მოგზაურებს იმისთვის, რომ ახალი აღმოჩენები გააკეთონ, შესაბამისად ხელმისაწვდომობა და დაკავშირებადობა უფრო გაიზრდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც ჩვენც, ასევე თელავის მიმართულებას და იმედი გვაქვს, რომ რეგიონი კიდევ უფრო გამოცოცხლდება. აეროპორტების გაფართოება და ახალი ტერმინალების მშენებლობა პირდაპირ აისახება ადგილობრივ ეკონომიკაზეც. მგზავრთნაკადის გარანტირებული ზრდა სტიმულს მისცემს ბიზნესს. მასპინძლობის სფეროში კი ახალი ინვესტიციები შევა. გაიხსნება ახალი სასტუმროები და რესტორნები. ეს კი ნიშნავს ასწავლობით ახალ სამუშაო ადგილს ადგილობრივებისთვის. ზრდა გამტარუნარიანობის ამ აეროპორტებში ხელშეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ავიარეისებით სარგებლობენ არა ჩვეულებრივი არა ეგრეთ წოდებული მხარჯველი ტურისტები და ეს ის კატეგორია ტურისტების, რომლებიც რეგიონებში ჩვენ გვჭირდება, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას დახარჯავენ ადგილზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ეკონომიკურ მნიშვნელოვან ეფექტს ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიაში და არა მარტო. და იცით, რომ ეს მესტიის და კახეთის რეგიონისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი და შენამატი სწორედ აი ამ ეკონომიკური განვითარების კუთხით. სამუშაო ადგილები შეიქმნება, გადასახადები დამატებით გაჩნდება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი ადგილობრივ ბიუჯეტებისთვის. ორივე პროექტზე სატენდერო წინადადებების მიღება 25 სექტემბრიდან, სამშენებლო სამუშაოები კი შემოდგომიდან დაიწყება. დღეს მარიამობა 28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა. სიონის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მარიამობის სადღესასწაულო წირვას რაჭაში ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძესთან ერთად ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი, როგორც საქართველოს მფარველი მარიამობის დღესასწაულზე განსაკუთრებული სიყვარულით იდიდება. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ქადაგებაში ხაზი გაუსვა ღვთისმშობლის განსაკუთრებულ მფარველობას საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მიძინების დღე არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთელი ერის ერთობისა და რწმენის დღესასწაულია. ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ. ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე. სიონის საპატრიარქო ტაძარში მრევლი დილიდან შეიკრიბა. მორწმუნეები ღვთისმშობელს ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და ქვეყანაში მშვიდობას შესთხოვდნენ. დღესვე მორწმუნეებმა ორკვირიანი მარხვა დაასრულეს, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. მთელ საქართველოს, მთელ სოფლიოს ულოცავ მარიამობას, ყველას ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ომი რო არ იყოს, მშვიდობა იყოს. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, განსაკუთრებით ქართველებისთვის საქართველოსთვის, რადგან წილხვედრია ჩვენი ქვეყანა. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ზუსტად იმ პერიოდში აპირებდა საქართველოში ჩამობრძანებას, როდესაც უკვე გამოცხადება მოხდა და უფალმა მას უთხრა, რომ მიძინების ჟამი დადგა. მარიამობასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ეკლესიებში წირვა ლოცვა აღევლინა. მარიამობის სადღესასწაულო წირვას რაჭაში ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძესთან ერთად ღვთისმსახურებაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. სრულიად საქართველოს მე და მიულოცავ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული.
ამბროლაურიდან ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან აჭარებისთვის და სრულიად საქართველოსთვის მარიამობა არის ერთ-ერთი ძვირფასი დღესასწაული და მინდა რომ მარიამის წმინდა კალთა ფარავდეს სრულიად საქართველოს. ფარავდეს მარიამობის მარტივ რაჭას და სრულიად საქართველოს საკმაოდ ხალხობა იყო დღეს ბარაკონის ტაძარში, სადაც წირვალოცვა აღადგინა ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით ღვთისმშობელს მიძინების შესახებ მთავარანგელოზი გაბრიელის განეცნობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეცემანის ქვაბულში დაკრძალეს, თუმცა როდესაც მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს, აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი წარმატებით დასრულდა. წლევანდელ ბანაკში 6 ქვეყნის 60-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის შესავალი კომპიუტერული ინჟინერიაში, ხელოვნური ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში. ბანაკის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში ჩართვა. 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში ერთმანეთს ცოდნა, გამოცდილება და იდეები გაუზიარა. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ამასთან ახალგაზრდებმა პრაქტიკულ ვორქშოპებში მიიღეს მონაწილეობა და გუნდურად რეალური პრობლემების გადაჭრაზე იმუშავეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ შანსი მომიცა ამ კემპში მონაწილეობისთვის, რადგან მქონდა როგორც თეორიული, ასე პრაქტიკული გამოცდილება, გვემუშავა იმაზე, რაც ყველას ძალიან მოგწონს. ჩემთვის პირადად ეს იყო კოდინგი, ასევე პროგრამების აწყობა, მაგრამ მომიცა შანსი მემუშავა სხვადასხვა სფეროს ხალხთან. ყოველ დღე საუბრობდით ერთმანეთში, ვსვლიდით აზრებს, ასევე მათთან ერთად მუშაობაც იყო საინტერესო გამოცდილება. ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი ისე, რომ ერთი საერთაშორისო სტუდენტი უნდა ყოფილიყო თითოეულ ჯგუფში, რამაც საშუალება მოგცვა, რომ გავცნობოდით ისევე როგორც მათი ქვეყნის კულტურას, ასევე მათ შეხედულებებს, მათ პროფესიონალიზმს. უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მენტორებს და ტრენერებს, რადგან მათ გამიღრმავეს მეტად ცოდნა უფრო AI-ში, ბიზნესში და გამიზიარეს თავიანთი საკუთარი ცოდნა, როგორ მიაღწიეს ამ ყველაფერს. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, ერთმანეთს ჩვენი პოზიციები და გამოცდილება გავუზიარეთ. გავცვალეთ აზრები, პრობლემების გადაჭრის გზებზეც ვიმუშავეთ. ჩემთვის ბანაკში მონაწილეობა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო, რადგან ეს ჩემი პირველი გამოცდილება ინგლისურ ენაზე ვისწავლო და ვიმუშაო, განსაკუთრებით დიდი აუდიტორიის წინაშე. ორგანიზატორებითა და მენტორების ჩართულობით ძალიან კმაყოფილი ვარ. თითოეული მათგანი ძალიან დაგვეხმარა, მხარს გვიჭერდა და გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს. საერთაშორისო პროგრამა ინგლისურენოვანი იყო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტერპრენერობა და პრობლემების იდენტიფიცირება. 6 დღის მანძილზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, კიბერუსაფრთხოების, ვირტუალური რეალობისა და მომავლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. საერთაშორისო ბანაკის წარმატებით დასრულება ახალგაზრდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე მიულოცა. ავთანდილ კასრაძე მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა და აღნიშნა, რომ უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართულ სტუდენტებს ჰქონდეს წამყვანი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, ჰქონდეთ მათ სამეწარმეო უნარჩვევები და ამასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორობა. და სწორედ ამ ბიზნესთვის ჩვენ 6 ქვეყნის სტუდენტები, ასე ვთქვათ, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბანაკში მოვიწვიეთ და ქართულ სტუდენტები უცხოელ სტუდენტებთან ერთად განიხილავენ გლობალურ პრობლემებს. თუ როგორ შეიძლება საქართველოში შეიქმნას ახალი ინოვაციური სტარტაპები, რომელიც გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე იქნებიან ორიენტირებული.
ბანაკის მიზანი სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური, სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში ჩართვა იყო. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში 700-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. წელს ბანაკში სწავლება საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებმა გაიარეს. ცხოველის ექსპორტისთვის ახალი ბაზრები იხსნება. საქართველოში ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების მექანიზმებს ამჯერად იორდანიის ოფიციალური დელეგაცია გაეცნო. სტუმრებს რუსეთის ეროვნული სააგენტოს მუშაობას და ლაბორატორიულ შესაძლებლობებს 4 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. გარემოსტატუსისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდა ქვეყანაში ეფექტიანი ვეტერინარული ზედამხედველობის შედეგია. დელეგაცია მოამზადებს ანგარიშს და წარუდგენს იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოსთან ცოცხალი ცხოველების, კონკრეტულად ცხრის ექსპორტს იორდანიის სახელმწიფოში და ბუნებრივია დაეხმარება ადგილობრივ სექტორს, როგორც ბაზრის დივერსიფიცირებაში, ასევე კიდევ უფრო მაღალ ფასად ჩვენი არსებული ცოცხალი ცხოველების რეალიზაციის მიზნით. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოსთან იორდანიაში ცხრის ექსპორტით, რის გამოც ისინი ეცნობიან აქ საქართველოში ცხრის შენახვის პირობებს, აგრეთვე მათ ვეტერინარულ მომსახურებას, დაკვლის სტანდარტებს და ექსპორტ-იმპორტის პირობებს. დღეის მდგომარეობით საქართველოს ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის თვალსაზრისით არის ერთ-ერთი სანიმუშო და ლიდერი ქვეყანა და მას აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ საქართველოში გამოზრდილი ნებისმიერი ცხოველი თამამად გავიდეს ექსპორტზე. მადლობა ქართულ კოლეგებს გულთბილი და ორგანიზებული დახვედრისთვის. ძალიან ვაფასებთ თქვენს პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას. ვიმედოვნებთ, რომ გაღრმავდება ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა, როგორც ჩვენს ქვეყნებს, ასევე ჩვენს ორგანიზაციებს შორის. ასე იყო დღევანდელი დღის მთავარი სიახლეები. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით.